მოგესალმებით. იმედია კარგად ხართ, ჩემო გამომწერებო იუთუბელებო, მაყურებლებო. იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. დღეს აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისია. გილოცავთ საქართველოს, ასე ვთქვათ, დღეა, მე ესე ვთვლი. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ახლა ბევრი შეიძლება ვისაუბრო, მაგრამ ისეთი პატრიოტები, როგორიც იყო ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა და იმ თაობის ადამიანები, ესენი იყვნენ გმირები, ესენი იყვნენ, შეიძლება ითქვას, წმინდა მოწამეები, რომლებიც შეეწირენ იმ სისტემას და საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანეს და ნახეთ, ისტორიაში როგორ ხდება, როცა სისტემას ეჯახები. წმინდანები ესე ხსნიან, როცა სისტემას ეჯახები და მიდის გარღვევა ამ სისტემის. ხო? მათ გაარღვიეს, ძალიან დიდი ძალა, ძალის ხმევა. რა თქმა უნდა, ადამიანების დახმარებაც, ხო? მართლა ერთობა და მართლა ეს ეროვნულობა იდგა და რა თქმა უნდა, ღვთის ძალა. კომუნისტური მაშინდელი იერარქია, ასე ვთქვათ, რომელიც ძალიან ძლიერი იყო და იცით, ის აუცილებლად ის წყობა დაიშლებოდა. ყველაფერი იქით მიდიოდა, მაგრამ პირველად გაარღვია, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი გარღვევა მოხდა საქართველოსთან. ესეც შემთხვევითობა არ არის, როცა ეჯახები დიდ სისტემას და ხდება გარღვევა. ეს არის იგივე განულება, ნახეთ, იმიტომ იყო მერე ის წლები ესეთი გასაჭირი 90-იანები, ხო, უშუქობა, უწყლობა, ომი, რა ვიცი რა არა, მთელი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, ხო, ახლა გახსოვთ, არ გახსოვთ, თვალი გადაავლეთ ისტორიას. ან კითხეთ თქვენ მშობლებს და უფრო, ასე ვთქვათ, უფროს თაობას, ბებიებს, ბაბუებს, ისინი მოგიყვებიან. და ყოველთვის როცა სისტემიდან გამოსვლა იწვევს ესეთ კატაკლიზმებს. მაგრამ ეს აუცილებელი იყო, ეს ღვთიდან დაშვებული იყო, ეს აქ იმ მომენტში, როცა ეს მოხდა, საქართველოს დამოუკიდებლობას გულისხმობ, ხო? თვითონ მთელი ნათელი ძალა ანგელოზები, მთავარ ანგელოზები, წმინდანების ეციური საქართველოს მფარველები იყვნენ ამაში ჩაბმული. კი, გავიარეთ ის ტანჯვა, ის წამება, ის ყველაფერი, მაგრამ გავარღვიეთ, ხო? გავარღვიეთ. საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი მოუტანეთ. და ეხლა მოვედით აქ, სადაც ვართ, თუმცა მართლა განსაცდელები გავიარეთ იმის მერე და დიდიდან, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მაინც აქ ვართ და გილოცავთ ყველა პატრიოტს, ყველა ქართული სულის ადამიანს. მართლა ღირსშესანიშნავი დღეა და ღმერთმა გამოაჩინოს ისეთი პატრიოტები, როგორც ზვიადი, როგორც მერაბი. ადამიანი, წარმოიდგინეთ, ლამის 100 დღე შიმშილობდა. არ ჭამდა არაფერს. ისეთი რაღაცებია გადატანილი, მის ცხოვრებას, წარმოუდგენელია, მართლა მოწამეობრივი სიცოცხლით, მისთვის მას არ უცხოვრია, წარმოიდგინეთ რა. მისთვის არა, ქვეყნისთვის იმდენად ეროვნული იყო, სამშობლოსთვის. ესეთი ადამიანები ალბათ 100 წელიწადში ერთხელ და 1000 წელიწადში ერთხელ იბადებიან. მართლა ბუმბერაზის სულის და მე ზუსტად ვიცი, რომ ღმერთთან არიან. ღვთის მხედრები, ღვთის ერთგული ნათელი მხედრები და ისინი იქიდან გვეხმარებიან. ამაში დარწმუნებული ვარ და დაგვეხმარებიან ყოველთვის. და მათი დევიზი იყო ენა მამული სარწმუნოება. გესმით, ენა მამული სარწმუნოება. ის საკრალური, ის სუფთა,
ის წმინდა უნდა დავიცვათ. ჩვენი მოვალეობა, ჩვენი პასუხისმგებლობა თუ ხარ ქართველი და დაბადებული საქართველოში. თუ არა ხარ ქართველი და არ ხარ დაბადებული საქართველოში და ვიღაცა ხარ, ანუ არ მოგეთხოვება, ხო? არც პასუხისმგებლობა გაქვს და არც არანაირი უფლებამოსილება გაქვს, მაგრამ ზუსტად ქართველი ნიშნავს, რომ ქრისტიანი ხარ, უკვე ქრისტიანი ხარ, უკვე ქრისტეს მიმდევარი ხარ. ესე იხსნება, ჰემატრიულად ესეა და რა ვიცი, გაგითხრათ. და ეხლა ესეთი მეტაფიზიკური კარტები ავიღე. ერთი არის Tarot, მეორე არის The Dream Keeper's Tarot card. ანუ სიზმრების მკრებავი, ესე ქვია. მაგრამ სინამდვილეში ანუ ეს სიზმარი რა არის, ხო? არის ესეც ენერგო-საინფორმაციო ერთ-ერთი ფაქიზის სივრცე, საიდანაც მოგვეწოდება, ანუ მომავლიდან მოგვეწოდება ინფორმაცია, ხო? ახლო მომავალს, გაფრთხილება, მინიშნება და რა ვიცი, ბევრი რამ, წინასწარმეტყველებაც. ხო და ჯერ ეხა აი ესეთი რაღაცა მაინტერესებს, რა ვიცი, თქვენ თუ დაინტერესდებით, ჯერ პირველ რიგში მადლობა რომ მიკომენტარებთ, მადლობა რომ მიყურებთ, აქ ხართ ჩემ არხზე, მადლობა რომ მილაიქებთ, რომ უკავშირია, მადლობა რომ მიყურებთ. ასევე ვინც პირად კონსულტაციებზე მეკავშირდებით თქვენს, მადლობა ნდობისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ WhatsApp, Viber-ში შეგიძლიათ მომწეროთ 599 25 85 27 მომწერეთ და შევთანხმდებით ყველაფერზე, იმიტომ რომ დღეს ისეთი დროა, როცა გახსნილია ყველაფერი, გვაძლევს, ნახეთ, სამყარო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიგოთ რაღაცეები, ახლო მომავალზე, რა თქმა უნდა. კი, ჩვენ ვწყვიტავთ, ჩვენი ბედი ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ იმის საშუალება გვაქვს, რომ გავიგოთ და როცა ხარ წარმოიდგინე გაფრთხილებული, ინფორმირებული, ხარ შეიარაღებული, ხო, ეხა, როცა გაგაფრთხილებენ რაღაცაზე, ხო? უნდა გაითვალისწინო, რა ვიცი. მე ესე ვთვლი და ამიტომაც მეც რო ცნობის მოყარე ვარ და მეც რო მაინტერესებს ეს სფერო და კიდე ასევე ამოუწურავია ეს სფერო და ბევრი სხვა რამ, ამიტომაც თქვენთან ერთად გავხსენი ეს არხი და როგორც მე, ასევე თქვენ ერთობლივად მიმდინარეობს ეს ჩვენი კომუნიკაცია, ხო? და ნახოთ, აბა, აი სიზმარი, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენით, ან ჩვენ ვართ იმით, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ხშირად ხდება, ანუ სიზმრად მისვლა, ანუ სიზმრით, ვთქვათ, იმ სურვილების დაკმაყოფილება, რაც ვთქვათ, მათ უნდათ და ცხადად ვერ აკეთებენ, ან ჩვენ გვინდა და ვერ არა აქვს მნიშვნელობა, ინტიმურიც არის, რა თქმა უნდა, და სასიყვარულოც, მაგრამ აი, თუ ვესიზმრებით და როგორ ვესიზმრებით, ორ ვარიანტზე იქნება, თქვენ გექნებათ არჩევანი აირჩიოთ პირველი, მეორე, თუმცა უყურეთ ორივეს, იმიტომ რომ ეს არის ენერგო-საინფორმაციო საჯარო გაშლა, სადაც უნდა მოარგოთ კითხვები და ინტუიციურად მიხვდეთ და თქვენ გაქვთ ამის ინტუიცია, მით უმეტეს დღეს და მით უმეტეს ქალბატონებს, იმიტომ რომ ჩვენ ქალებს გვაქვს ეს პრიორიტეტი. ნახეთ, მამაკაცებო, არ მიწყინოთ თუ მიყურებთ, მაგრამ ესეთი ბუნება აქვს ქალს, თავიდანვე დაიბადა ინტუიციით. მას მიენიჭა ეს ღვთიდან ინტუიცია, ანუ ცოტა წინ იყურება, ესმის გამჭრიახი გონება აქვს. უფრო ცნობის მოყარეა. მე ვიცი, კარგი გაგებით. ყველაფერი შეიძლება შენ მოიხმარო სიკეთისთვის და კარგი გაგებით. ახლა მაგალითად რა მოსატანია, მაგრამ ამბობენ ხო ამ ხელოვნურ ინტელექტზე, რომ აუ ეს ეშმაკის არის, ეს იმის არის, ეს ანუ შენ თუ ამას მოიხმარ შენი ინტელექტის ასამაღლებლად, შენს სულიერების თუ თუნდაც რაღაც პროფესიის, ხო?
შესასწავლად, ინფორმაციის მოსაძიებლად ოღონდ სიკეთისთვის, როგორც ჩვენთვის, ასევე სხვებისთვის, რატოა ის ბოროტი და ცუდი? ნახეთ, ყველაფერი აქ დუალურია ჩვენს ცხოვრებაში, ხო? დანაც საშიშია, მაგრამ იმ დანით პურსაც უჭრი, სალათებს უჭრი, მწვანილებსაც უჭრი, ხო? და მერე რა თქმა უნდა მივირთმევ გემრიელ საჭმელ საკვებს, მაგრამ იმ დანით შეიძლება დააზარალო ხო ადამიანი. ასევე იმ დანით აკეთებენ ოპერაციებს სკალპელით, ხო და თქვათ ადამიანებს ეხმარებიან. ანუ აი ესეთი სიტუაცია. უკვე დროა რომ მიხვდეთ ამაზე, რომ ანუ ეს ცუდია და ესე გადაუსვა ხაზი არ არის, იმ ცუდშიც არის რაღაც, იმ მეორე ძალას, ხო, რომ სულ რომ ვახსენებ. ის ძალა ემორჩილება ღმერთს, შემოქმედს, ის აღიარებს ის და იცის, რომ ღმერთი არის ერთადერთი და მან შექმნა ყველაფერი და თვითონ ისიც მისი შექმნილია. მაგრამ მან აირჩია, ნახე, მეორე მხარე. ჩრდილი იქით და მოინდომა მისი, ასე ვთქვათ, სამფლობელო, სადაც ის იქნებოდა უფროსი, მაგრამ როცა საჭიროა, ისიც, რა თქმა უნდა, ღვთისნებით ემორჩილება ღმერთს და ღმერთი უშვებს ზუსტად, რომ იმან იმოქმედოს და რაღაცები აკეთოს. აი ეს არის ძალიან ესეთი ღრმა თემა. ძალიან ბევრი ანუ არ არის ესე პრიმიტიულად, ის ცუდია, ეს კარგია, ეს ესეთია, ეს ესეთია, არ არის რა. ყველაფერი საჭიროა. ყველაფერი რაც შექმნილია ასეა. უნდა მიიღო, მიმღებლობა უნდა ისწავლო. ის განსაცდელიც, იმიტომ რომ შენ გაძლიერდე, იმიტომ რომ რა ვიცი, ბევრი რაღაცა არის, რატომ გემართება. შემთხვევით არაფერი არ ხდება. მოკლედ კითხვა არის ესეთი, ვესისწრებით და როგორ ვესისწრებით. ვარიანტი იქნება ორი. თქვენთვის საინტერესო ადამიანს, იმიტომ რომ Dream Keepers-ის კარტი ავიღე და ასევე ნუცის, ანუ განსხვავებული, ხო? მიყვარს ყველაფერი განსხვავებული, ინდივიდუალური და სხვანაირი და არა ისეთი მსგავსი ინკუბატორები ვით, ვაიმე, დაიკავე შენ ეხლა ეს არაქია. შენი ტრონი და რაღაც კიდე იქ რაღაცეები რა. ჯერ საუბარი ისწავლე რა, იმეთყველე წესიერად და მერე ილაპარაკე, დაიკავე შენი ტრონი. თუ ადგილი, თუ რაღაც. The space, ხო? Place, როგორ არის. დავიწყეთ ადამიანზე, რომელსაც ვესიზმრებით და როგორ ვესიზმრებით. ჩართეთ თქვენი ცნობის მოყვარეობა, პირველი ვარიანტი. როგორ ვესიზმრებით. როგორ კონტექსტში ხედავს სიზმრებს, ხო? როგორ ვესიზმრებით მეორე ვარიანტი. ვამატებ მეორე დასას. განსხვავებულს, როგორც ჩემი არხია და მე. ხო, ეს არის ანუ პირველი ვარიანტი, როგორ ვესიზმრებით და მეორე ვარიანტი, აი რო ვესიზმრებით, როგორ ვესიზმრებით, ხო? აი რო ვესიზმრებით, როგორ ვესიზმრებით, რანაირად. შეიძლება ბევრმა იცით კიდევაც როგორც ვესიზმრებით, მაგრამ დავაზუსტოთ, ნახეთ, მე ყველაფრის გადამოწმება მიყვარს. თუ რამეს ვაკეთებ, უნდა გადავამოწმო, ანუ რო დავწმუნდი, ჩემ თავზე ვიძახი, ხა მაინდა-მაინც თქვენზე კი არა და სხვაზე. ჩემი მაგალითი მომყავს, აი მინდა, ხო, ეს არის პირველი, ამეთვისტოს თქვა, ინტუიცია, ხო? ეს არის მეორე, ესეც ნათელობის გასამძლავრებლად ლაბრადორი და დავუმატოთ კიდე ეს, აი ესე. გაძლიერებისთვის, ენერგიის გაძლიერებისთვის, იმიტომ რომ ეს კრისტალები ძალიან გვეხმარებიან, მათაც აქვს ძალა და მოქმედებენ ყველაზე და ყველაფერზე, რაც თავარი ენერგეტიკულად თუ ხარ სენსორული, შენ ამას გრძნობ. მოკლედ, თქვენ აირჩიეთ პირველი ან მეორე, პირველი იქნება ამეთვისტო, მეორე იქნება ლაბრადორიტი და ან მოусმინთ ორებს.
ინტუიციურად თქვენც იცით შეიძლება რა კონტექსტში ხედავთ, როგორ ხედავთ, შეიძლება არ ამბობთ, შეიძლება ამოცდა და გითხრათ, მაგრამ მაინც გადავამოწმოთ, მე მიყვარს ყველაფრის გადამოწმება. ესეთია ჩემი ბუნება. რომ დავწმუნდე, მეც უნდა გადავამოწმო. აქ მოკლედ პირველი ვარიანტით ვიწყებ ამეთ ვისტოს ქვით. როგორ ვესიზმრებით, რა კონტექსტში ვესიზმრებით, როგორ ხედავს, როცა ღრმად ძინავს, როცა ის პერიოდია, როცა ძინავს, აი რა მოვიდა თვითონ ძინარე და როგორ სიზმრებს ხედავს, ნეტა ფერად. სხვადასხვა ფერად სიზმრებს ხედავს. კიდე ვიტყვი იმას, რომ კაი წარმოსახვა აქვს. ვესიზმრებით როგორც იმპერატრიცა, მისი ქალი. მისი, ანუ ხედავს რა თქმა უნდა, მუტიტულებულ მუშიშვლებულ ვარიანტში ინტიმურად. ნახე, აქ ამოვიდა ესეთი ვიქტორიანელი ქალის სტილი, კლასიკური. თქვენ ხართ კლასიკური? ანუ ესეთი ლამაზი ნამდვილი ქალები რო იყვნენ, ხო? მე-19 საუკუნე შეიძლება. შუა. ხო და ესე ნამდვილი ლეიდი ქალები რო იყვნენ. მართლა პატივსაცემი ქალები რო იყვნენ, აი ესე ესიზმრებით, იმიტომ რომ პატივს გცემთ, სიზმარშიც კი ეს ადამიანი პატივს გცემთ, რა საინტერესოა. არის რაღაც საიდუმლო, რასაც არ ამბობს. ეს საიდუმლო არის როგორც ბოქლომი ჩაკეტილი მის გულში. შეიძლება ეს ადამიანი ახლობელია. და მე კი ვიცი, ხა თქვენ ჩაიფიქრეთ, მაგრამ შეიძლება ისეთი ახლობელია, აი თქვათ, რომ ვერც წარმოგიდგენიათ, რომ შეიძლება მას დაესიზმრო. მაგრამ ჩანს, რომ ანუ რა თქმა უნდა, ემოციურ ფონზე, ანუ ნახეთ, ეს არის გრძნობა, ეს არის ემოცია, ეს არის ზუსტად ის სიზმრისეული სამყარო. ის მეორე მხარე, როცა სხეულიდან ამოდის ჩვენი სული და გადადის სამყაროებში სამოგზაუროდ. აქ რა თქმა უნდა, უდაოდ იმპერატრიცა ვართ ჩვენ. აი ესეთი ულამაზესი ქალი. დაიკავე შენი ტრონი. ეს კონტექსტი ავიღე იმისგან რა ერთი შემხვდა ამოვარდა უცებ ესეთი. ხო და აქ ანუ ნახე გაურებულია ეს ადამიანი, თან უნდა რომ იყოს მხედარი ჩვენთვის, თან ესე კი იკავებს თავს, სასწორებით ამოდის. უნდა ურთიერთობა და ურთიერთობა აქვს, მაგრამ სულ თავს იკავებს, თუ რაღაცა კომპლექსები აქვს, სულ რაღაცა, აი შეხედეთ როგორ არის, ბალანსი იცავს, არც იქით, არც აქეთ. ნახე ნაბიჯი როგორ აქ, რომ თითქოს უნდა რომ გადმოდგას და თან უკან იხევს, ანუ ცოტა გაუწონასწორებელი ტიპაჟია. აქაც გაურება ჩანს. ერთი ხელით ყვავილს გვაწვდის, მეორე ვითომ ესე კი იცივებს თავს და მხედარი. ანუ თან ესე კი სიყვარულს გვიხსნის, მაგრამ ნახე, ანუ ხო ხედავთ თქვენ, ანუ ეს როგორი რაღაცაა, იცით, აი რას ნიშნავს კარტი, რა თქმა უნდა, ეს უნდა იცოდე, მაგრამ ხო გეუბნებით, იქ შიგნით ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა. აქ არის გაურება ამ ადამიანის. ადამიანი, რომელიც აჩვენებს, რომ მხედარია, ძლიერია, მეომარია, ბუნებით, მაგრამ თან ნახე როგორი რომანტიულია და ზოგჯერ ბავშვურია და უნდა რომ ეს ყვავილი მოგვიტანოს. თქვენ ხართ მისთვის, ანუ აი ესეთი ელეგანტური ქალი. ის ასე გიყურებთ, აი ვენეციანული პორტრეტი მოდის. აი იმ საუკუნეების, მე-20 საუკუნეების ვენეციაში რო იმართებოდა ბალმასკარადი და გამოდიოდნენ ესეთი ლამაზი ქალები. ნახეთ, თქვენც ნიღაბი გაქვთ, რაღაცას მალავთ, ბოლომდე არ აჩვენებთ თქვენ თავს, თუმცა დაიკავე შენი ტრონი, რატო ამოვიჩენეს ბრაზა. ამ ქალს უჭირავს კვერთხი, ანუ რას ნიშნავს, რა, იცის რომ ლამაზია, დარწმუნებულია მის თავში. იყურება შორს, ნახეთ რა ლამაზია, რა ელეგანტურია. ხო. აი ესე ხედავთ. ესე ხედავთ სიზმარში. სიზმარი ეს ისეთი რამეა, რომ ანუ ვერ ამოხსნეს ბოლომდე მეცნიერებმა, მაგრამ ნახეთ საიდუმლოს აქ რაღაც ადგილი. ეს არის საჯარო გაშლა.
ბოკლომს ხედავთ, როგორ არის დაფარული. აქ არის ქალი და ქალზე რაღაც საიდუმლო. ამ კაცთან დაკავშირებული, მაგრამ ის რომ თქვენზე ოცნებობს, თქვენ ყავხართ სხვადასხვანაირ პოზებს ახლა ვერ გაკადრებთ ჩემო ლამაზებო, მაგრამ სიუჟეტურად, სხვადასხვა ეპიზოდურად, ხან იმპერატრიცა ხართ, ხან აი ესეთი ვენეციანული იმის ელეგანტური, არისტოკრატი ქალი ხართ, ხან აი ესეთი სურვილების ამსრულებელი, აღმდგენელი ენერგიების, მოკლედ, მთლიანობაში ეს ადამიანი მოხიბლულია, ფაქტია. აი საინტერესო რა არის, გაგიმხელთ, გეტყვით რომ ეს იზრდები, ვკითხოთ მაინც. გამხელს, იმიტომ რომ იქ მერყეობა ამოდის. გაურება და მერყეობა ამ ადამიანის მხრიდან. გამხელს, რომ თქვათ, თქვენ დამი არ არის გულგრილი, იმიტომ რომ მალავს. ბოკლომი, საიდუმლო. ნახეთ როგორი რაღაცა არის. აქ ამოდის ისეთი სიუჟეტი. აქაც ბედის ბორბალი, ანუ ამ შემთხვევაში აქ ნიშნავს აბსოლუტურად სხვა რამეს. რომ სიტუაციიდან გამომდინარე რაღაც კავშირი არის უკვე თქვენ შორის დამყარებული. ანუ ეს ძაფი რო იტყვენ უხილავი არის გაბმული თქვენსა და მას შორის, ანუ ეს ხომ ეხა მეტაფიზიკური კარტებია, ხო არ არის ჩვეულებრივი. უნდა იყო გარკვეული, კარგად რომ ეს ამ დასტას ხსნიდე. როგორც მეტაფიზიკაში, ფსიქოლოგიაში, ასევე პარაფსიქოლოგიაში, იმიტომ რომ აქ სიმბოლიკებზეა ყველაფერი უფრო მეტად, ვიდრე ვთქვათ სიუჟეტურად და იმაზე, რა ქვია, ინსტრუქციულად ის რას ნიშნავს, ესე არ არის. ტარო არ არის ეს. ტარო ესეთი რამე არ არის, ტარო სხვა რამეა, ღრმა რამეა, დიდი რამეა. ხო და აი, ნახეთ, აქ არის რომ პირზე იდებს ხელს, ანუ რაღაც მომენტში თავის ფიქრებს, თავის აზრებს მალავს, ეს ერთი. კიდევ ერთხელ ვიძახი, ის რომ კავშირი არის ფაქტია, ძაფი არის. გაბმული თქვენსა და მას შორის. ხან რაღაცა წამოწდება, მაგრამ ისევ, ანუ ჩერდება. ანუ აქ არის რა, ნახეთ, ბოლომდე არ ამხელს. აქვს რაღაცა საიდუმლო, როსაც მალავს. აქ ამოდის ქალი და ბოკლომი, ანუ ეს არის საჯარო გაშლა. კიდევ ერთხელ ვიძახი. და ვარიანტები არის ბევრი. როცა მეწოდინება, მექნება უკავშირი თქვენთან და მეწოდინება მისი კონკრეტული სახელი და სიტუაცია, მაშინ კონკრეტულად ეკითხები და უკვე ამოდის რა, რატომ, როგორ, რა აჩერებს. ბოკლომი ადევს ამ სიტუაციას, ანუ საიდუმლო. სადაც, ანუ სიზმარშიც კი ამ საიდუმლოს ვერ ამბობს. ანუ აქ ამოდის ციკლურობა. ანუ არ გაგიმხელთ მაინც ბოლომდე ჯერჯერობით დამალავს, მაგრამ ეს იზრდებით კი და სხვადასხვანაირად, უფრო კარგად ვიდრე ცუდად და პირველ ვარიანტთან დავამთავრე, გამიგრძელდა, მეც გადავეშვი ხა ჩემ. ანუ ეს არის მეორე ვარიანტი, ლაბრადორიტი, ვინც აირჩია. მოგესალმებით მეორე ვარიანტო. იმედია კარგად ხართ, როგორ ხედავთ ეს ადამიანი, როცა ეს იზმრებით, იმიტომ რომ პირდაპირ the dream maker cards, ანუ პირდაპირ სიზმრის კარტია, დასტა. ჯერ ერთი ამ ადამიანს აგერ დამთავრებული არ აქვს თქვენთან ურთიერთობა. აქ ამოდის, რომ თქვენ ხართ რაღაც საქმეში ერთად, ან სამსახური, ან რაღაც, არ ვიცი, აი როგორც საქმიან, დიპლომატიან, ანუ რაღაცა ესეთ პაგონებიანს მეთქი ვერ გაკადრებთ. შეიძლება პაგონებიც გაქვთ, არ ვიცი. აი ესეთი რაღაცა ოფიციალური რაღაც სიტუაცია, ეს თვითონ ამოდის.
როცა წევს და თურმე ძალიან ღრმად ძინავს, იმიტომ რომ ისე იღლება ეს ადამიანი, რომ დაიძინებს, აი როგორც მკვდარი ისეა, ანუ გათიშულიო, ეს ამას ნიშნავს. აქ ამოდის რომ ანუ იმდენად დაღლილია, რომ კი ძინავს როგორც მკვდარს, მაგრამ რაღაცა ტრამვები აქვს თან, ანუ სხეული, ტკივა, ამოდის დარდი, ამოდის ნერვიულობა. რა საინტერესოა. რამდენი ჯამი დავინახე ახლა აქ. ანუ როგორ ესიზმრებით, თქვენ ესიზმრებით, ну, ჯერ ვთქვი რომ ოფიციალურად რაღაცა გაკავშირებთ. ეს შეიძლება ჩაყოლილი აქვს მას, რომ რაღაც, ანუ სამსახურია, ბიზნესი, არ ვიცი. მაგრამ ნახეთ, როგორც მე ბრძოლი. რაღაც საქმეს უკეთებთ, რაღაცაში ეხმარებით, თვითონ ბევრ ამას ვერ აგვარებს და თქვენ, ანუ ხედავთ როგორც ამაზონკა, აი მებრძოლი ძლიერი, აი ესეთი ხა ის პირველი იყო, ესეთი არისტოკრატული და ელეგანტური ქალი და აქ ნახე ამაზონკა მოდის პირდაპირ. თან როგორი ამაზონკა, ხო? რო იბრძვის ცეცხლით თან, აი კვერთხით. მაგარი ქალი. ხო და ანუ თქვენი ხასიათია სიზმრისეული, თქვენი ხასიათი ფსიქოლოგიაა ეს. ყველაფერი ხო ქვეცნობიერი ფსიქოლოგიასთან არის კავშირში, ხო ვიცით? სიზმარში ასე გხედავთ. აქ ამოდის, ნახე, გავახმოვანებდი დეტალებს, მაგრამ ალბათ არ შეიძლება ინტიმური ადგილების რაღაც მომენტში უნდა რომ ასე ვთქვათ შეგეხოთ, მაგრამ ნუ ეხა არ ვიტყვი რას, მე მგონი ხედავთ აქ ესეთი სურვილი აქ თვითონ აქ ესეთი სურვილი, თვითონ იმალება არ ჩანს, მაგრამ ანუ თქვენ ნახეთ შეხება უნდა. ანუ ეხა გამეცინა რატომ გეტყვით. თვითონ რა არის, აი ხედავთ რომ თუ გაგაბრაზათ, ხო, სიტყვაზე ვიძახი. თქვენ ისეთი ქალი ხართ არაპატიებთ. ხო, და ანუ აი ესე წარმოუდგენი ხართ რა. სიზმარში ხედავთ ესე რომ სამაგიეროს გადაუხდი, დაანგრევ, დედას უტირებ, ანუ ნახე. როგორი ბნელი მხარე ამოდის. ანუ მისი სიზმრებია ეხა ეს, მისი ქვეცნობიერია ჩათვალეთ, ხო? მე ხო არაფერ შუაში ვარ. მაგრამ ის რომ ინტიმური ალტოლარი ჩანს და ამ დროს რაღაც ოფიციალური სტატუსია, ანუ სამსახურია, ბიზნესია, რაღაც არის, აი ესეთი. კავშირი სინამდვილეში შეიძლება ხართ ესეთი, ხო? ხო და ამ დროს ხედავთ შინაგანად რომ ხართ ამაზონკა და ქალი რომელიც ანუ უნდა ძალიან რომ შეეხოს ინტიმური ურთიერთობა ძალიან უნდა, მაგრამ ანუ რო გააბრაზოს დაინგრევა. თან რაღაცა ეშინია, რაღაცა ნახე, ბნელ მხარეს ხედავს, ანუ ცუდი გაგებით არა. აი გავსწორდები რა, ძლიერი ხარ და იმიტომ ესე ხედავს. და ეს ანგრევს, ეს ფიქრები ანგრევს, ნახე. ეს ფიქრები ანგრევს, რო წვევა, ანუ ალბათ რო ვერ ბედავს ამის თქმას, თუ ამის გაკეთებას, ანუ არ ვიცი. მოკლედ ვკითხოთ მაინც, აბა. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა. ეს ადამიანი სინამდვილეში რას ფიქრობს? ეს იზრდება გასაგებია, მაგრამ სინამდვილეში რას ფიქრობს ამაზე? მეორე ვარიანტზე. რა ფიქრები აქვს? აქაც ამოდის სიზმრისეული სამყარო. ის სამყარო როცა გადავეშვებით უკვე, არც აქეთ ვართ, არც იქით ვართ და მივდივართ, მივფრინავთ. კაცმა არ იცის საით, ოცნებობს თქვენზე. ანუ თქვენი ფიზიკური გარეგნობა მოწონს ძალიან. თვითონ ანუ როგორი განწყობა აქ იცი, რაღაცა
აქ ამოდის როგორც პრინცი, მაგრამ ნახეთ როგორი პრინცი. თავისი სამფლობელო აქვს, თავისი აი ესეთი საგვარეულო კოშკები, სახლი, დინასტია ეკუთვნის მას, ანუ დიდარი ადამიანია. და მან ეს იცის. ეხლა მე იმას კი არ ვამბობ, რომ პრინც უილიამია. თვითონ ფიქრობს ესე რომ არის. და შემიძლია მე ეს, ანუ გამიშლის ხელს, ხო? აი მატერიალური მხარე მოწყობილი აქვს. და თუ მინდა ესე ვიზა, მაგრამ იზავს ესე? იზავს? რასაც ფიქრობს იმას. არა, არ იზავს. რატომ? არ იზავს, იმიტომ რომ ეშინია გასამართლების რომ მისი მხრიდან არ იქნება სწორი ქმედება, ისე მოვიდეს და მოკიდოს ხელი ხა ინტიმურ ადგილებში, იმიტომ რომ მას მოწონს ის ლამაზი მკერდი სიტყვაზე. იცივებს თავს და ოფიციალურად არის ოღონდ ცხადში და არა სიზმარში, იმიტომ რომ გამოუვალ მდგომარეობაშია. აქ ამოდის რომ სხვა ცხოვრება აქ ჯერ ერთი აქ ამოვიდა, რომ კეთილმოწყობილია, ასე ვთქვათ, ხო, საგვარეულო დინასტია. მაგრამ ნუ ეხა ეს პირობითად არ არის თავისუფალი. და ყველაფერი გადააქვს, სამსახური, საქმე და სამართლიანი, ანუ უნდა რომ შექმნას სამართლიანი იმიჯი. ფაქტია, რომ ამ ადამიანს აქვს ტოლვა. თქვენ მას მოწონხართ, გიყურებთ როგორც ამაზონ კაკალს, თუმცა რაღაცა გაკავშირებთ, არ ვიცი რა, სამსახური, საქმე, არ ვიცი. საბუთებით სამოვიდა, რა ვიცი. მაგრამ ნახე, აქ რაღაც მომენტებში ძლივს იკავებს თავს. ნუ, მისი სიზმრებიდან გამომდინარე, ამ ადამიანს აქვს ინტიმური სიზმრები თქვენზე. იმას თუ ქონდა ელეგანტური, ესეთი ნახეთ, როგორი ქალი იყო, პირველი ვარიანტი, როგორი ლამაზი ქალი იყო, არისტოკრატი. მეორე ვარიანტთან რა მოვიდა? ამაზონკა. და ანუ ეს ხო, ეს არ დავივიწყოთ ეს განსაკუთრებით ის მომენტი. და ეძგერა ის მისთვის სასურველ იმას რა ქვია. ხო, არა აქვს მნიშვნელობა. მოკლედ, ამ ადამიანს, ეს ადამიანი, ხა მე ეს არის სიზმრისეული და ძალიან სიღრმისეული, ფსიქოლოგიური გაშლა, რომელიც ეყრდნობა ქვეცნობიერს და ადამიანის იმ ინტიმურ მხარეს, დაფარულ მხარეს, იქ უნდა ჩავსულიყავი და შევეცადე რაღაცნაირად თქვენთან ერთად რომ ჩავსულიყავი. რა თქმა უნდა, უკავშირი მჭირდება, რა თქმა უნდა, პირად კონსულტაციაზე, როცა ვიცი სახელი და თქვენთან ასე ვთქვათ, გასაუბრებული ვარ უკვე კონკრეტულად ვესაუბრებით და გვეუბნება, მაგრამ აქ ეხლა რაც ამოვიდა, აქედანაც ეს ინფორმაცია მოდის და ეს ნამდვილად იმ ფაქიზის სივრციდან მოდის, რაც არის კოლექტიური და რასაც გვაწვდის ჩვენი სამყაროს ენერგოსაინფორმაციო ველი, ხო? მით უმეტეს დღეს, როცა გახსნილია ყველაფერი და ვისაც აქ ამის უნარი ამ ენერგიებში არის და შეუძლია ამ ინფორმაციის გადმოცემა. მადლობა, რომ იყავით ჩემთან, დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ, მაინტერესებს რამდენად რეზონირდა და წარმატებები. ეს იყო მისი
ჩუმი, ასე ვთქვათ, დაფარული სიზმრები, მხოლოდ მისი თქვენზე. აბა თქვენი ცით, დროებით.